კობახიძე და მდინარაძემ შიდა გადატრიალება დაგეგმეს ქართულ ოცნებაში და წინათაობის კოცებს დევნიან პირდაპირ მნიშვნელობით. ახლა სანქცირებული ივანიშვილს, რომელმაც 4 მილიარდი დაკარგა სანქცირების პირობებში და გაშლეგებული ფაქტობრივად გაწანწალებული დაასდევს ფულს და სხვადასხვა ჩინოვნიკს მოპარულს სთხოვს ხალხის მიერ, ხალხის ჯიბეებიდან ამოღებულ თანხებს ითხოვს რომ თავად გადაუხადონ. ამასობაში კობახიძე და მდინარაძემ დააბეზღეს პირდაპირ მნიშვნელობით ლილვაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური, რიჟვაძე და ბიძინა ივანიშვილს აუტანეს დოკუმენტები, სადაც დაუმტკიცეს რომ 1 მილიარდი ამ ადამიანებს მოპარული აქვს. ისე რომ ბიძინასთან არ მიუტანიათ წილი, ანუ რაც მიქონდათ იმის იქით აქვთ 1 მილიარდი კიდე მოპარული. კალაძის кейსი აბსოლუტურად ცალკეა კიდევ. და ამასობაში აღმოჩნდა რომ გომელაურმა დაიწყო თავის მართლება და თქვა რომ იცით რა ბატონო ბიძინა რაც თქვენთან არ მომქონდა ეს თანხა მე მიმქონდა უჩა მამაცაშვილთან საუბარია ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილზე და ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა მოკურცხლა გაექცა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ რომ ეშინია მასაც დაჭერეს რომ გაშლეგებულია იცი ზუსტად ბიძინა და ფულის გამო ცხადია მის საყვარელ დეიდაშვილსაც დაიჭერს ისევე როგორც შეშინებულია და აბსოლუტურად კუთხეში მიწვეული გომელაური. ახლა ამ ისტორიებს რომელსაც ყვებით ფაქტობრივად გზადაგზა ადასტურებს ხო აგერ ოხენაშვილმა თქვა რომ ლილუაშვილი დასაკითხია სავარაუდოდ მას ციხე ელოდება ისევე როგორც შემიძლია დაგიდასტუროთ